გამარჯობათ, მე ვარ კატო რამიშვილი და დღეს გესაუბრებით ჩემ ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ პლატფორმაზე, Shopify-ზე, რომელიც არის website building tool-ი, კანადური პლატფორმა არის, სადაც ნებისმიერ შეუძლია, რომ თავისით აწყოს ძალიან პროფესიონალური ონლაინ მაღაზია და საიტი. ანუ ეს არის საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც მე აღმოვაჩინე სადღაც 7 წლის წინ, როდესაც ჩემს კომპანიაში, KISA-ში, ჯერ კიდევ ძალიან ასე ვთქვათ, დამწყებ საფეხურზე ვიყავით და პირველ ნაბიჯებს ვდგავდით და გვჭირდებოდა უბრალოდ ონლაინ საიტის გაკეთება. და ისიც მხოლოდ ისეთი დატვირთვა იქნებოდა ამ საიტს, რომ ვიღაცას ჩავუგდო, ძირითადად Facebook-ით ვაკეთებდით მაშინ გაყიდვებს და ეხა უკვე 10,000 პროდუქტზე მეტი გვაქვს ექსპორტზე გატანილი ამერიკის, კანადის და ევროპის მიმართულებით, მაგრამ 7 წლის წინ ესე არ იყო, Facebook-ით ვყიდით ყველაფერს და მჭირდებოდა უბრალოდ კატალოგი ონლაინ, რომელსაც ჩავუგდებდი ადამიანს და რაღაცას არჩევდა, მე თანხას გადმორიცხავდა და მოკლედ ასე შემდეგ. ეს ბიზნესი ზოგადად დავიწყეთ სადღაც 200 ლარით და ამიტომ არ მქონდა თანხა, რომ დეველოპერისთვის გადამეხადა ასტრონომიული საფასური პროფესიონალური საიტის ასაწყობად და რაღაცეებს მოკლედ უნივერსიტეტიდან რომ მოვიდოდი, ჩემთვის რაღაც ონლაინ შევდიოდი და ჩაიჭობდი free tools to do something და რაღაცები და მოკლედ ესე მივაგენი Shopify-ს, ბევრი სხვა research-ის შემდეგ, რომელი ჯობია, რომელი უფრო მარტივია და მოკლედ აღმოჩნდა, რომ ძალიან სწორი არჩევანი გავაკეთე, იმიტომ რომ ფაქტია 7 წლის მერეც იგივე პლატფორმას ვიყენებთ. სანამ შემდეგ სლაიდებზე გადავალთ, უბრალოდ ერთი-ორი სიტყვით გეტყვით, რომ Shopify-ზე, როდესაც შემომივიდა პირველი გაყიდვა, იმდენად გაკვირვებული ვიყავი, რომ ამას თუნდაც გაყიდვის ფუნქციაც ჰქონდა და მხოლოდ ბმული არ იყო, რომელსაც ხალხს ჩაუგდებდი, რომ ძალიან დამაინტერესა აი ამ შემდგომა პროცესმა, რომ როგორ გაიყიდა რაღაც ამერიკაში ჩემი პროდუქტი, როდესაც ჩემით რაღაცა უბრალოდ ვიჩაილჩე და ავტვირთე და რა გავაკეთო იმისთვის, რომ ეს პროცესი ვაკონტროლო, ანუ რაღაც ზემოქმედება მქონდეს კონვერსიებზე და როგორ მოხდა რეალურად ჩემი პირველი რაღაც 2 შემთხვევითი გაყიდვა. როდესაც ამ საქმეს ჩავეძე, როგორ მუშაობს? როდესაც ამ საქმეს ჩავეძიე, ეს 7 თუ 6 წლის მანძილზე, მუშაობდი Shopify-ის SEO ოპტიმიზაციაზე, იმიტომ რომ ჩემი ყველა გაყიდვა თითქმის Shopify-ზე იყო ორგანული, საზღვარგარეთ, რაც იმას გულისხმობს, რომ რეკლამაში მე რეალურად თანხა არ გადამიხდია, როდესაც უცხოეთში ვყიდიდი პროდუქციას. და დღესაც ეგრე არის სხვათა შორის. რაც იმას გულისხმობს, რომ როდესაც რეალურად მცირე ეკონომიკური შესაძლებლობების გამო მომიწია ორგანულ შედეგებზე დაყრდნობა, მივხვდი, რომ იმის ნაცვლად, რომ ასტრონომიული თანხა გადავიხადო ამერიკაში რეკლამაში, შემიძლია, რომ ცოტა რაღაცები ვაკეთო იმისთვის, რომ ჩემი ორგანული ხილვადობა Google-ის საძიებო სისტემაში გაუმჯობესდეს და მყავდეს ასე ვთქვათ, ძალიან სტედი ტრაფიკი წლების განმავლობაში, რომელიც ყოველ წელს უფრო და უფრო იზრდება. როდესაც ამ პროცესს შევყევი, შემდეგ უკვე რაღაცნაირად ისე გამოვიდა, რომ წიგნი დავწერე ამაზე და Amazon-ზე იყიდება. 2 სხვა წიგნი მაქვს და კურსები მიდევს Skillshare-ზე უცხოელებისთვის, 2 სხვა პლატფორმაზე, Shopify-ზე და Etsy-ზე და ეს წიგნები, ანუ თვითონ Amazon-ს აქვს ძალიან დიდი სტამბა, რომელიც print on demand-ს აკეთებს და ამ წიგნებს ბეჭდავს და თვითონ მიაქვს მომხმარებლამდე. ანუ რეალურად მთელი ეს experience-ი უბრალოდ უნდა გადამეტანა ცალკე KDP აპლიკაციაში და მიმეწოდებინა Amazon-ის ასე ვთქვათ პლატფორმაზე და შემდეგ უკვე თვითონ გააკეთეს ყველაფერი. პატიში. ხო, Shopify უკვე გავიგეთ, რაც არის ნებისმიერ შეგვიძლია რეგისტრაცია და უცხოეთში ჩვენი პროდუქციის სერვისები ალბათ უფრო ადგილობრივ ბაზარზე თუ დაგჭირდებათ, შეგვიძლია უცხოური payment მეთოდები მივაბად და გავყიდოთ საზღვარგარეთ და ან მივაბად ადგილობრივი გადახდები და გავყიდოთ პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე.
subscription based პლატფორმა არის, რაც გულისხმობს, რომ ყოველთვიურად რაღაც გადასახადი არის, $34 არის ყოველთვიური გადახდის შემთხვევაში და წლიურად 24 და ამ $24-ში შედის ყველანაირი ტექნიკური უზრუნველყოფა, რასაც თქვა ცალკე სერტიფიკატის ან სერვერის შენახვის შემთხვევაში გადაიხდიდით და გააქვთ ასე თქვა ძალიან მაღალი ხარისხის, სრულად ოპერირებადი ონლაინ მაღაზია, რომელიც ძალიან სწრაფად იტვირთება, ძალიან კარგად მუშაობს და რეალურად Shopify-ს აქვს ძალიან ბევრი უპირატესობა. ძალიან ბევრი website builder-ი არსებობს, ზოგადად მსოფლიოს ბაზარზე და ვერ ვიტყვი, რომ Shopify არის ერთადერთი, რომელზეც აუცილებლად უნდა აწყოთ, თუმცა ჩემ შემთხვევაში გაამართლა და შემიძლია ვთქვა, რომ ამ პლატფორმის ძალიან დიდი მომხრე და გულშემატკივარია და ამიტომ გირჩევთ დღეს ამას. პირველ რიგში ძალიან უსაფრთხო არის Shopify თქვენი მომხმარებლისთვის და ამ sensitive data-ს, რასაც checkout-ის დროს ასე ვთქვათ, გაძლევენ ინახავს, ისე რომ არანაირი საფრთხე არ ემუქრება. აქვს ყოველ რაღაც პერიოდული განახლებები ტექნიკური, რაც იმას გულისხმობს, რომ თვითონ Shopify-ის ტექნიკურ მხარეზე თქვენ ზრუნვა არ გიძებთ. თვითონ აკეთებს ყველაფერს, საიტი არის სწრაფი და მაღალ ფუნქციონირებადი და რაც არ უნდა Black Friday-ზე ადამიანები შემოიყარონ, ყველაფერს გაუძლებს Shopify-ის სერვერი. ასევე ძალიან mobile friendly არის. გარდა იმისა, რომ აქვს თავისი API, სადაც შეგიძლიათ მართოთ გაყიდვები და ძალიან ბევრი რაღაცა, თვითონ Shopify-ის webგვერდის მობილურის ვერსიაც ძალიან გამართული და მობილურ მოწყობილობებზე მორგებული ვერსია არის. ანუ როდესაც მომხმარებლის, ძირითადად ახლა მომხმარებლების 61% რეალურად დაახლოებით roughly თვითონ ძიების ქმედებას ახორციელებს მობილური მოწყობილობიდან. და ამის გათვალისწინებით, როდესაც ჩვენ ზოგადად ვფიქრობთ, როგორი ტიპის ვებგვერდი ავაწყოთ, პირველ რიგში ვითვალისწინებთ იმას, თუ როგორ გამოიყურება ჩვენი ონლაინ მაღაზია ან საიტი მობილურ მოწყობილობაზე. და Shopify-ს აქვს ისეთი მარტივი, ასე ვთქვათ, აი ამ პორტირების ფუნქციები, რომ მობილურზეც ისევენაირი ინტერაქციული და სრულფასოვანი არის თქვენი ონლაინ მაღაზია, როგორც ჩვეულებრივ desktop მოწყობილობებს. და ამისთვის არ გიწევთ ცალკე თავიდან customization-ის გაკეთება. და რა თქმა უნდა, ლამაზი ვიზუალი, customizable themes, რაც იმას ნიშნავს, რომ Shopify-ს აქვს თავისი story, app, theme story ქვია, სადაც შედიხართ, ირჩევთ ნიშას, თქვენთვის სასურველ, ასე ვთქვათ, მაღაზიის დიზაინს და კლიკის ერთი დაჭერით ამ დიზაინს, ასე ვთქვათ, არგებთ თქვენს ონლაინ მაღაზიას. შემდეგ, რა თქმა უნდა, ცვლით ძალიან ბევრ რაღაცას, ტვირთავთ ფოტოებს, აძლევთ სხვადასხვა ფუნქციონალს თქვენ მაღაზიას და ასევე ეს თემები შეიძლება იყოს უფასო და ან ფასიანი. მე ჩემ თემაში სადღაც $300 მივეცი და მაგ უკვე ძალიან ბევრი წელია და მოკლედ შეგიძლიათ ისეთი ვებგვერდები აწყოთ სახლიდან, რომლებიც ბევრად ძვირი დაგიჯდებოდა დეველოპერთან აწყობის შემთხვევაში. ასევე ძალიან საინტერესო არის, რომ Shopify-ს აქვს თავისი App Store. როგორც მობილურიდან გვაქვს Apple Store და Android-ის, ასე ვთქვათ, Store, სადაც ვიწერთ აპლიკაციებს, იგივე აქვს Shopify-საც და ასე ვთქვათ, თავისივე ყველანაირი ტიპის აპები აქვს, აქ რომელიც შეგიძლიათ ღილაკის ერთი დაჭერით დაინსტალიროთ თქვენს ონლაინ მაღაზიაში. და ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ ეს აპლიკაციები თქვენს ონლაინ მაღაზიას სხვადასხვა ფუნქციონალს ზენს. ანუ ეხლა ცოტა ხანში გაჩვენებთ დაახლოებით ჩემს საყვარელ აპებს. ერთი აპი არის affiliate marketing-ისთვის, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ინფლუენსერებთან გქონდეს, ასე ვთქვათ, მარტივი კომუნიკაცია, ცალკე ბმულებს გამოიმუშავებს, ცალკე ამ ადამიანების ხელფასს ითვლის, რამდენი გაიყიდა, ასე ვთქვათ, რამდენი revenue მოგვიტანა თითოეულმა ინფლუენსერმა, რამდენი არის ამათი პროცენტი, ამათი გასაყიდი თანხა და ასე შემდეგ. ეს აპი პირდაპირ შენდება თქვენს ონლაინ მაღაზიაში. და აქვს რაც საინტერესო არის ძალიან მობილური ვერსია თვითონ ინფლუენსერებისთვის, რაც იმას გულისხმობს, რომ ამ ინფლუენსერებსაც გავუმარტივოთ ჩვენთან კომუნიკაცია და აქვს თავისი referral პროგრამები, loyalty პროგრამები, რაღაც reward-ები თვითონ ინფლუენსერებისთვის, ვინც თქვათ გაყიდის თქვენს პროდუქტს დიდი რაოდენობით. ანუ შეგიძლიათ აპლიკაცია გამოიყენოთ იმისთვის, რომ სხვადასხვა რაღაც საჩუქრები და reward-ები მისცეთ წარმატებულ ინფლუენსერებს. კიდევ აქვს ესეთი აპლიკაციები, რომელიც პირდაპირ მოქმედებს თქვენი, ასე ვთქვათ,
მომხმარებლის average value-ზე, average order value-ზე, ან როდესაც თქვენ მაღაზიაში აღმოჩნდება მომხმარებელი, შეგვიძლია დავაყენოთ ისეთი აპები, რომელიც გაზრდის მისი შეკვეთის, მომხმარებლის შეკვეთის საშუალო ღირებულებას. და ეს არის ძირითადად cross-selling და upselling აპები, რომელიც დაგვეხმარება, რომ ან უფრო ძვირიანი პროდუქტი ვაყიდინოთ და ან რაღაცა პროდუქტთან ერთად ვაყიდინოთ მისი შემავსებელი მსგავსი პროდუქცია. რაც ასევე ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ შეგვიძლია სხვადასხვა დილები შევთავაზოთ, შეგვიძლია საჩუქრად მივცეთ და რაღაცა მოკლედ დავახარჯინოთ უფრო მეტი ჩვენს ონლაინ მაღაზიაში. დამატებითი გვაქვს კიდე რევიუების აპები. და ზოგადად რევიუები, ვისაც გაქვთ საკუთარი ბიზნესი, ალბათ იცით, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის ელექტრონულ კომერციაში. განსაკუთრებით თუ პროდუქციას ყიდით უცხოეთში, ანუ ისე უფრო ბევრად უფრო რთული არის პროდუქტის გაყიდვა თუ არ გაქვთ შეფასებები, რა თქმა უნდა. და თითოეული შეფასება დაახლოებით 65%-ით ზრდის ყიდვის ალბათობას, ანუ კონვერსიას. და ამის აპლიკაციები აქვს Shopify-ის, რომელიც საშუალებას გაძლევთ, რომ დააყენოთ თქვენს ონლაინ მაღაზიაში და მართოთ ეს შეფასებები. გარდა იმისა, რომ შეფასებებს ასე ვთქვათ მართავთ და შეგიძლიათ იმპორტი გააკეთოთ სხვა პლატფორმებიდან ამ შეფასებების, რა თქმა უნდა, თავის მეილის და ყველაფრის გამოყენებით, ეს რევიუები ასევე აღიქმება Google Merchant Center-ის მიერ, ან შესაბამისად შეგიძლიათ Google Ads-ები გავუშვათ, shopping campaign-ები, რომელსაც უკვე ექნება ის შეფასებები, რომლებიც Shopify-ზე ამ კონკრეტულ პროდუქტზე მიიღეთ. და ასე რა თქმა უნდა, ვიდეო საშუალება აქვს, რომელიც ასე ვთქვათ 2.6% ზრდის კონვერსიის საშუალებას, კალბათობას და ჩვენ ვიცით, რომ ზოგადად ვიდეოებით ბევრად უფრო მარტივი არის ონლაინ პროდუქციის ყიდვა. და ერთი-ორი სიტყვით სანამ დრო ამომეწურა, მინდა გესაუბროთ გარდა იმისა, რომ ვთქვათ, ავაწყეთ სრულფასოვანი ონლაინ მაღაზია და გამოვიყენეთ სხვადასხვა აპები, როგორ უნდა გვიპოვოს მომხმარებელმა ონლაინ სივრცეში ორგანულად. და ამის დასახმარებლად ვიყენებთ საძიებო სისტემის ოპტიმიზაციას. ზოგადად 15 წუთში ძალიან რთული არის, რომ SEO-ზე ამომწურავად ვისაუბროს, თუმცა შევეცდები იმდენი ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ უბრალოდ დაგაინტერესოთ და შემდეგ იქნებ თქვენ სასარგებლოდ გამოიყენოთ. ესე იგი, ზოგადად რისთვის ვიყენებთ SEO-ს? SEO არის ჩვენი ონლაინ მაღაზიის ხილვადობის გასაზრდელი ხელსაწყოების, ასე ვთქვათ, მართვის პროცესი და ზოგადად პირველი რაღაც სამი გვერდი არის ის, რომელსაც ასე თუ ისე მომხმარებელი ნახულობს. სამი გვერდის მერე, მოკლედ, აზრი აღარ აქვს, იქნებით თუ არა Google-ში. 75% კლიკის მოდის პირველ 3 შედეგზე, ზემოთ გვაქვს paid ad-ები და ქვემოთ არის უკვე ორგანული შედეგები, შეიძლება შიგაში კიდე paid ad-ები გქონდეს. SERP-ზე ჩვენი ერთ-ერთი screenshot-ი არის, ან ბევრი სხვა პროდუქტი შეიძლება იყოს სხვადასხვა მიმართულებით დარენკილი SERP-ზე და ამას რეალურად პირდაპირ ვერ ვაკონტროლებთ, რა თქმა უნდა, თუმცა შეგვიძლია რომ ვმართოთ ეს პროცესი მაქსიმალურად ისე, რომ თითოეულ გვერდს ჩვენს ონლაინ მაღაზიაში მივცეთ, ასე ვთქვათ, პოტენციალი რომ დაირენგოს. ყოველ შემთხვევაში შევეცადოთ, რომ ეს ესე იყოს. SEO შედგება 3 მთავარი ელემენტისგან: on page, off page და ტექნიკური SEO. და აქ ყველანი მარკეტერები ხართ წესით და გონია რომ ეს არ არის ახალი ინფორმაცია, თუმცა მაინც დღეს Shopify-ის ჭრილში გავდივართ ამ ყველაფერს და ვინც არ იცის, მაინც ერთი-ორი სიტყვით აუხსნი, რომ on page SEO არის ყველა ის ღონისძიება, რომელსაც ვატარებთ on page, ანუ on site SEO, თვითონ web გვერდზე და Shopify-ის შემთხვევაში ძალიან მოსახერხებელი არის ამის გაკეთება, იმიტომ რომ ყველაფერზე გაქვთ აბსოლუტურად წვდომა. ან შეგიძლიათ ყველანაირი მეტასათაურები და მეტაღწრები მართოთ, ისე რომ არ გჭირდებათ აქ დეველოპერის ან სხვა ადამიანის ჩარევა და ამის საშუალება როცა გვაქვს, უკვე შეგვიძლია რომ ასე ვთქვათ, ძალიან აქტიურად ვიმუშაოთ ჩვენ თვითონ SEO სტრატეგიაზე და ამისი განხორციელება მოხდეს web გვერდზე მყისიერად. off page SEO არის ყველა ის ღონისძიება, რომელსაც off page ვატარებთ, ანუ იგივე backlink-ების გენერირება, სხვა web გვერდების, ასე ვთქვათ, მოხსენიება, ანუ ჩვენი მოხსენიება სხვა web გვერდების მიერ და ყველა ის ღონისძიება, რომელიც კეთდება web გვერდის გარეთ. და ტექნიკური SEO არის ტექნიკური მახასიათებლები web გვერდის, როგორც არის სიჩქარე, მობილურ მოწყობილობაზე მორგებულობა,
ასე ვთქვათ, ტექნიკური მახასიათებლები რამდენად სწრაფად იტვირთება და ასე შემდეგ, რომელიც ასევე Shopify-ის შემთხვევაში ძალიან მარტივად და კარგად მუშაობს. ჩამონათვალი და ერთ-ერთი რასაც ალბათ დღეს მოვასწრებ, რომ გითხრათ, გამოიყენეთ გრძელი კუდის საკვანძო სიტყვები თქვენს კონტენტში. ეს ალბათ არის ნებისმიერ პლატფორმაზე SEO-ს ერთ-ერთი on-page SEO-ს ერთ-ერთი მთავარი რჩევა, რაც იმას გულისხმობს, რომ როდესაც თქვენ აწყობთ online მაღაზიას, ან თუნდაც პროდუქციას Amazon-ზე სადმე სხვაგან გაყიდით, უნდა გაითვალისწინოთ, რომ დავათარგეთოთ ისეთი მომხმარებელი, რომელიც ეძებს ზუსტად ჩვენს პროდუქტს. და ამაში სწორედ ვიყენებთ გრძელი კუდის საკვანძო სიტყვას, რაც გულისხმობს, რომ საიტზე და ჩვენ კონტენტში შეყვავს მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, ჩვენ პროდუქტთან დაახლოებული კონკრეტული სიტყვები, საკვანძო სიტყვები, რომელსაც შეიძლება მომხმარებელი ეძებდეს ჩვენ პროდუქტთან მიმართებაში. ამის გამოსაკვლევად, რა თქმა უნდა, ანუ SEMrush-ს, ან Moz, ან კიდე სხვა ხელსაწყოებს გამოიყენებთ და ამ კვლევის შედეგად უკვე ვიპოვით ისეთ target keyword-ებს, რომლებსაც შევიყვანთ ჩვენს on-page SEO სტრატეგიაში Shopify-ზე და დავიწყებთ, ასე ვთქვათ, on-page SEO-ს გაკეთება საიტის მასშტაბით. ესე გამოიყურება ზოგადად ნებისმიერი პროდუქტის back-end-ი Shopify-ზე და აქ ქვემოთ ვხედავთ, რომ გვაქვს საშუალება, რომ მართოთ search engine listing-ი, ანუ ჩვენი, ასე ვთქვათ, საიტის როგორ გამოიყურება ჩვენი საიტის ბმული SERP-ზე და ეს არის სწორედ ის ადგილი, სადაც იწერება მეტასათაური და მეტააღწერა, რომლის გამომუშავებაშიც, რა თქმა უნდა, დამატებითად keyword tool-ებს გამოვიყენებთ და ასევე ისეთ რაღაცებს მივაქცევთ ყურადღებას, როგორიც არის გამართული URL სტრუქტურა, alt ტექსტი ფოტოებზე, ანუ ფოტოების ინფორმაციული მხარე და რა თქმა უნდა rich snippet-ები, რაც გულისხმობს review-ებს, ფასდაკლებებს, შეფასებებს და სხვა პატარა რაღაცებს, რაც ქვემოთ წერია. მე მგონი კიდე ერთ სლაიდი დამჩა, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენი პროდუქტი შეიძლება გამოჩნდეს SERP-ზე ბმულის სახით და მეორე ალტერნატივა არის, რომ გამოჩნდეს Google-ის free listing-ებში, რომელიც საზღვარგარეთ კიდევ უფრო აქტუალური არის და ამისთვის Shopify-ს აქვს ძალიან კარგი ინტეგრაციის თული თვითონ Google-თან. ანუ, როდესაც პროდუქციას ატვირთავთ Shopify-ზე, თუ დააყენებთ Google-ის აპლიკაციას, თქვენი Shopify პროდუქტები დასინქრონიზირდება Google Merchant Center-თან. რაც საშუალებას გვაძლევს, რომ მე უკვე ესეთი სახით გადმოვიტანოთ ჩვენი პროდუქტები საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე. ანუ ასე ვთქვათ, დამატებითი არხი არის ჩვენი პროდუქციის გაყიდვის Google-ში და ასე ვთქვათ, ჩვენი ხილვადობის გაზრდის. ხო, ну ტექნიკურ მახასიათებლებზე რა თქმა უნდა search console-ი და page speed-ი გამოიყენეთ და ასე ვთქვათ, რაღაც ბოლოის არ მქონია, რომ თუ რაღაც, მაგრამ იმედია რომ ინფორმაციული ვიყავი.